საქართველოს სახალხო დამცველი უჩან ანუაშვილი ხელვაჩაურში 53 ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულებს შეხვდა და მათ პრობლემებს პირადად გაეცნო. რთული სოციალური პირობები და ბავშვების აღზრდისთვის შეუსაბამო გარემო. სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა ყურადღება აღნიშნულ საკითხებზე გაამახვილეს და სახალხო დამცველს დახმარებას სთხოვეს. მოქალაქეები ომბუდსმენს სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის გამოყოფას და მათი პრობლემის ინდივიდუალურად შესწავლას სთხოვდნენ. უჩან ანუაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აუცილებელია სახელმწიფოს გავსი საკითხებით მეტად დაინტერესდეს და პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივთან ერთად ცენტრალური მთავრობა ჩაერთოს. ომბუდსმენი მოქალაქეებს დააპირდა, რომ საკითხს საქართველოს მთავრობას გააცნობს. ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველმა დღეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგზე გამართული ტრენინგი გახსნა და დარჩენილი დრო მოქალაქეების მიღებას დაუთმო. ომბუდსმენი ხვალ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდება. შექმნას თავის ჯგუფი მონიტორინგი გამოუშვას თბილისიდან. ადგილზე შეისწავლოს თითოეული ოჯახის პრობლემა. კიდევ ვთხოვეთ, რომ ბავშვების პრობლემა იყო დაავადყოფდნენ, დასნეულდნენ ტუბერკულოზით, ანთებებით. ეს იმის შედეგად, რომ იყო კარტონის კედლებში გამოწვეული ბავშვი, აბა როგორ იქნება და ბევრმა იძულებული გავხდით გამოვიტანოთ ნისიად, კრედიტით, სოციალური დახმარების თანხით, ავაშენოთ 60 კვადრატში ქვიშენობა მაინც რომ ქარი დაიჭიროს და ბავშვების ჯანმრთელობა არ გაუნადგურდეს. კიდე გავამახვილეთ ყურადღება წყალზე, წყლის პრობლემა გვაქვს. საკმაოდ ბევრი და ფართო პრობლემებთან გვაქვს საქმე. ამ ხრივ მე ვფიქრობ, რეაგირება უნდა იყოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. მესმის, რომ შეუძლებელია ერთ დღეში ამ საკითხების მოგვარება, მაგრამ გარკვეული პროგრამა, გარკვეული სტრატეგია უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ მოხდეს ამ პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომ გადაჭრისკენ რაღაც კონკრეტული გზების გამონახვა.